ლიკა ყაზბეგის წარმატებული ქალი პოდიუმზე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. გუშინ მოდელების ნაცვლად პოდიუმზე ცნობილი მსახიობები, ოპერის მომღერლები და სხვა წარმატებული ქალბატონები გამოვიდნენ. წლევანდელი ჩვენება ქალთა მიმართ ძალადობის თემას მიეძღვნა. ღონისძიების მთავარი გმირი სწორედ ის ქალი გახლდათ, რომელიც თავის დროზე ძალადობის მსხვერპლი გახდა. პროექტში 30-მდე ქალბატონი იღებდა მონაწილეობას, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს. ისეთ თემას შევეხე, როგორც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არ შეიძლება და არ შევხედოთ. ჩემი შემოქმედება, ჩემი ხელოვნება პოდიუმია და ვეცადე რომ ერთი დღე გამელამაზებინა და გამებედნიერებინა ამ მართლა ულამაზესი ქალბატონისთვის, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო. ძალიან ძნელი იყო ჯახის სიტუაციის მამაყოთა, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ ქალებისთვის ხარი დამეჭირა. ანუ ჩემი მესიჯია ქალებო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადართით პირველი ნაბიჯი, თავარი ეს არის. და მე ყველაფერი კარგად იქნება. დღეს განსაკუთრებულად რატომა ძალიან იმატა ძალადობამ ქალებზე და ჩვენ ლიკა ყაზბეგის მეთაურობით, თამადობით, მისი ინიციატივით გავერთიანდით ქალები და უცხარით არა ძალადობას.